სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა აზდა მარადის და უკუნეთი უკუნისამდე ამინ. გილოცავთ დღევანდელ დღეს წმინდა ლიტურგია ავახსრულეთ და ყველაზე დიდი სიხარული დედამიწაზე მოაქვს ზუსტად ლიტურგიას. იმიტომ რომ ადამიანი არის ლიტურგიული არსება, ეს არის უმაღლესი გაგება ადამიანისა. არა ჰომო საპიენსი, არა ჰომო პოლიტიკოსი, როგორც ამას წარმართი ფილოსოფია და წარმართი ფილოსოფია ამბობს, არა პოლიტიკური არსება ადამიანი, არამედ როგორც ლიტურგიული არსება. ლიტურგია ეს არის საშუალება იმისა, რომ ადამიანს ჰქონდეს კავშირი ზეცასთან. სხვა კავშირი არ არსებობს და ადამიანი ზეცის გარეშე. ადამიანი კარგავს ყველაფერს, კარგავს თვით ადამიანობასაც. დღევანდელი დღე არის ზაქეს კვირიაკე და ყველას მოგეხსენებათ, რომ ამ კვირიაკით იწყება დასაწყისი მარხვისა, მისი მოსამზადებელი პერიოდი. როგორც ამბობენ, ნათქვამია, მარხვა სინანულისა და სიხარული აღდგომისა სიხარულია. აღდგომა სიხარულისაო. ნამდვილად სინანული ეს ნიჭი, ყველაზე დიდი ნიჭი არის მიზეზი იმისა, რომ ადამიანმა განიცადოს გამოხსნა, აღდგომა და ზეციური სიხარული და საერთოდ ყველაფერი რელიგიური. სინანული არის საფუძველი, საბუცველთა საფუძველი. არა მარტო მარხვისა, არამედ საერთოდ ქრისტიანული ცხოვრებისა. და 4 კვირის განმავლობაში, ესე იგი 4 კვირა არის მოსამზადებელი პერიოდი. ზაქეთ იწყება და იცით ალბათ ყველა, რომელი ეს კვირები. ამ კვირების განმავლობაში ეკლესია განსწავლის ადამიანებს სინანულში. იმისთვის, რომ იქნებ მოახერხოს და გამოაღვიძოს ჩვენი მთლემარე, გაქოვებული გულები, რომლებიც ფაქტობრივად უზრუნველობაში და საღათას ძილს მისცემიან. სულიერი უზრუნველობა არის საწინდერი სულიერი სიკვდილისაო, ამბობენ წმინდა მამები. ამიტომ ვინც არ ფიქრობს საკუთარი სულის გამოსწორებაზე და ვინც არ ფიქრობს სინანულზე, ის რა თქმა უნდა, მას აი სულიერი სიკვდილი ეუფლება. დღევანდელ სახარებაში ვკითხულობთ, იესო შევიდა იერიქონით. მაცხოვარი შევიდა ამ ქალაქში, იერიქონი დაწყევლილი ქალაქი იყო. ძველ აღთქმაში წყევლის ქვეშ იყო ეს ქალაქი, მაგრამ არერიდება მაცხოვარი იქ შესვლას. ამით აჩვენებს მის მისიას, მის კაცთმოყვარე ბუნებას. ის არერიდება არაფერს იმისთვის, რომ ერთი ადამიანის სული მაინც აცხონოს. ასე შედის ის სამარიტელთა ქვეყანაში, ღადარინელთა სოფელში, ასე შედის ის კაპერნაუმში, იმისთვის, რომ მოიწვიდოს სული, წარწმუნებული სული მოიძიოს. და ასევე და უფრო მეტიც, არა მარტო იქ, არამედ ჯოჯოხეთში შტადის მაცხოვარი იმისთვის, რომ იქედან მართალი სულები ამოიყვანოს. ამიტომაც შემოდის ჩვენ სამყაროში იმისთვის, რომ იპოვოს ადამიანი წარწმუნებული სული, რათა ისევ მიგვაროს მამასთან, ისევ ადამიანს დაუბრუნოს საკუთარი ღირსება და ისევ ადამიანს აცუქოს მარადიული უკვდავი ცხოვრება. ზაქეს და უცნაური რა არის, რომ უამრავი ადამიანი ეხება მაცხოვარს. უამრავი ადამიანი ირევა მასთან, როდესაც შედის ამ ქალაქში, მაგრამ უცნაურია, რომ გამოარჩია ყველაზე ცუდი სახელის მქონე, უკეთური, კოლაბორანტი, მოღალატე ზაქე.
და რა თქმა უნდა, ამ თვისებების გამო არ გამოურჩევია მაცხოვარს. გამოარჩია მისი შინაგანი მდგომარეობის გამო. ზაქე არაორდინალურად იქცევა. ზაქე არის მდიდარი კაცი, მაგრამ არ ერიდება ამ საკუთარ იმიჯს და იქცევა ბავშვივით და იმისთვის რომ იხილოს ქრისტე ხეზიადის ბავშვივით და უბირი კაცებით. მაგრამ მისი გარეგნული ქცევა, რა თქმა უნდა, მაჩვენებელია მისი შინაგანის, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ზაქეს სულია. და რა იპოვა ქრისტემ ზაქეში? იპოვა სული, რომლისთვისაც მოვიდა ამ ქვეყანას. იპოვა სული, რომელმაც ფართოდ გაუღო მას გულისკარები. და შეიყვანა იქ ქრისტე და მისი სახარება. ამიტომ და ქრისტე მაცხოვარი მოვიდა თავისი მადლით და ცხოველსყოფელით სამყაროში. ყველასთვის მოვიდა, როგორც მზე ანათებს ყველას და ყველაფერს, ყველა ჯურღმოს ანათებს. ყველაფერს. მაგრამ რომ მიიღო აი ამ სულიერი მზის მადლი, ამისთვის ერთადერთი პირობაა საჭირო, ეს არის ცხოველსმყოფელი სინანული. მხოლოდ სინანულის კარებმა გაუღო ზაქეს გული მაცხოვარს. ამიტომაც არის მამები ამბობენ, რომ სინანული არის მომასწავებელი აღდგომისა. და ნახეთ, როგორი ამაღლებული სწავლება აქვს ქრისტიანობას სინანულის შესახებ. ის, ვინც საკუთარი ცოდვები დაინახა, უფრო დიდია, ვიდრე ის, ვინც თავისი ლოცვით მკვდრები აღადგინა. ვინც თავის სულს გლოვობს, აღემატება მას, ვინც მთელ ქვეყანას არგებს თავისი რჩევებით და ხილვებით. ვინც თავისი დანახვის ღირსი გახდა, საკუთარი თავის გახდა, იმაზე მეტია, ვინც ანგელოზების ხილვის ღირსი გახდა. რა სარგებლობა მოუტანა? შეგვიძლია ვიკითხოთ იუდეველებს იმას, რომ მათ ჰქონდათ ღვთისმსახურება, დედამიწაზე ყველაზე მეტი მიეცათ მათ. მათ ჰქონდათ წმინდა ღვთისმსახურება, ჰქონდათ წმინდა წერილი, წინასწარმეტყველებები, მაგრამ რა სარგებლობა მოუტანა მათ? ვერაფერი სარგებელი ვერ მიიღეს აქედან. ეს გახდა მათი წარწმენდის მიზეზი. იმიტომ რომ ეს ყველაფერი თურმე ყოფილა საშუალება, წმინდა წერილიც, მარხვაც, კეთილი საქმეებით, ყველაფერი ყოფილა საშუალება იმისთვის, რომ ადამიანმა მოიპოვოს გული შემოსრული და დამდაბლებული. მხოლოდ გულს შემოსრულს და დამდაბლებულს არ შეურაცხყოფს ღმერთი. ასე წერია, ასე ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი. მდაბალს ღმერთი მისცემს მადლს, ხოლო ამპარტამას შემოსრავს და შეეწინააღმდეგება და შემოსრავს ამპარტამას. რა ერთი ბერს ეკითხებიან, გამოცდილ ბერს ეკითხებიან, რა ნახე ამ ქვეყანაზე ყველაზე მნიშვნელოვანი? და ის პასუხობს, სინანულით ლოცვა, ამაზე უფრო დიდი ამ ქვეყანაზე არაფერი მინახავს. ამიტომ უნდა ეცადოს ადამიანი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მოიპოვოს, იმიტომ რომ მადლმა გვერდზე ისე არ ჩაუაროს, როგორც იუდეველებს და ძველი აღთქმის ეკლესიას და ყველაზე მნიშვნელოვანი მოიპოვოს, ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის მისი გული შემოსრული, რომელიც მოდის, რა თქმა უნდა, საკუთარი ცოდვების ხედვიდან. რა არის სინანულის მტერი? და ამბობენ, ეს არის საკუთარი საქმეების ხედვა და ტკბობა ამ საქმეებით, საკუთარი პატივით, საკუთარი დიდებით. ზაქეს დიდება იმაში მდგომარეობს, რომ წარმოიდგინეთ, უმდიდრესი კაცი იყო და როგორ ყველას ეშინოდა მისი და როგორ პატივში იყო, მაგრამ როგორ დამდაბლდა. აი ყველაფერი ეს გარეგნული დიდება
უდიდესი წინააღმდეგობა სინანულის მოსაპოვებლად. ამიტომ ადამიანს არ უნდა უხაროდეს, როცა დიდი სიმდიდრე აქვს და დიდი პატივი აქვს. ადამიანს უნდა უხაროდეს, რომ აქვს გარემოებები, რომელსაც შეუძლია იგი დაამდაბლოს. იმიტომ რომ მხოლოდ სიმდაბლე არის თვისება ქრისტესი. მხოლოდ სიმდაბლესთან არის მადლი უხვად. და სადაც იქ არის სიხარულიც და იქ არის მიზეზი თვითონ ადამიანის ცხოვრებისა. საოცარი სწავლება აქვს ეკლესიას, განმარტავს ამას, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანიო ცხოვრებაშიო, სინანულით ლოცვა, ამას განმარტავს ეკლესია და საოცარი სწავლება აქვს. რატომ არის ეგრეო? იმიტომ რომ მამაზეციერმა აღუთქვა ადამიანს, რომ ის ყველაფერს საჭიროს, რაც ხონდა ადამიანს, რაც საჭირდება ამ ქვეყნიური ცხოვრებისთვის, მისცემს მას. ხო გახსოვთ ეს ციტატა სახარებიდან ეძიებდეთ სასופველო ღვთისასა და ყოველივე მოგეცეს შენ. ეს არის აღთქმა უფლისა ადამიანის მიმართ. თუგი ადამიანი ეძებს სასופველოს, მას ყოველივე მიეცემა. ამიტომაც წმინდა მამებმა ყველაფერი დაივიწყეს, ყველაფერი და ეძებდნენ მხოლოდ სინანულს. იმიტომ რომ სულზე ზრუნვა ყველაზე მნიშვნელოვანი სინანულს შეუძლია. და მეორეო, სერობის შემდეგ მაცხოვარმა მიცა უმაღლესი ცნებები ადამიანებს, ყველაზე მთავარი ცნებები და მათ შორის იყო მისი სახელით ლოცვა. ანუ რასაც ითხოვთ ჩემი სახელით, ყოველივეს მოგცემს. და ამიტომ მამებმა ეს ორი ერთმანეთს შეუერთონ, ანუ სინანული და შეუერთდნენ იესოს სახელის მოწოდებაო. და აი ეს მოკლე ლოცვა, ეს მოკლე სულთქმა არა მარტო აღმოიყვანს ადამიანს ჯოჯოხეთიდანო, არამედ განუღებს მას ცათა სასუფეველსაც. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაკურთხოთ, ღმერთმა აი ამ მოსამზადებელი პერიოდის და მარხვაში, მთელი მარხვის განმავლობაში ჩვენ ვევედრებით, ნახეთ რას ვევედრებით. ნახეთ მთელი მარხვა. ეს მარხვა კი არა, მთელი ცხოვრება უნდა იყოს ეს ვედრება. ჰე უფალო და მეუფალო, მომადლე მე განცდა თვისა ძოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა. და აი ეს უნდა იყოს ქრისტიანის სულთქმა, მისი ცხოვრების ნაწილი, მთავარი ნაწილი, დოგვატებიც მნიშვნელოვანია, წმინდა წერილიც ამის გარეშე ცხოვრებას სიცოცხლე არ არსებობს ხონება, მაგრამ აი ამ შინაგანი განცდის, აი ამ სინანულის და საკუთარი ცოდვების ხედვის გარეშე ეს ყველაფერი შეიძლება ადამიანს არაფერში არ გამოადგეს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაკურთხოთ. ესე იგი